გამარჯობათ მეგობრებო. დღეს მე გავხდები ღმერთი და გადავწყვეტ თუ სად წავლენ ადამიანები ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში. აი მაგალითად პირველი ჩვენ გვყავს ჰარი პოტერი. მასზე ვაჭერთ და ვნახოთ თუ როგორ იქცეოდა ის ცხოვრებაში. დავაძლევთ ან მინუსად ქულას, ან პლუსად ქულას. ეხლა კიდე აწერია რომ გაათავისუფლა ელფები თუ რაც არის გაათავისუფლა, ანუ თავისუფლად გახადა, მოდი +5 ქულას მივცემთ ამისთვის. კაი. უთვალთვალებდა ჩუმჩუმად ხალხს, ეს ცუდი არის. მოდი ეგრევე -4 მივცეთ და ხვდებოდა საუკეთესო მეგობრის ძმას. მაგრამ ჰარი პოტერი საუკეთესო მეგობარი რონი იყო მაგისი, როგორც ვიცი, და აქ ხედავთ რომ გაბრაზებულია და მოდი -2 ქულას მივცემთ და -7 ქულა აქ ჯოჯოხეთში რო წავედეს და 5 ქულა რო სამოთხეში და რა თქმა უნდა გავუშვეთ ჯოჯოხეთში, რადგან ჯოჯოხეთში იმსახურებს რომ იყოს. კარგით მეგობრებო, ახლა ყავს ვიღაც პოლიციელი, მოდი დავაჭიროთ და ვნახოთ როგორ იქცეოდა ის ცხოვრებაში. კაი, დაიჭირა ძალიან ბევრი პატიმარი. რა თქმა უნდა ეს კაია და მივცეთ ეგრევე +7 ქულა მე მგონი, ხო? კაია. ეს სურათი უკვე არ მომწონს. კაი. პატიმრებს კითხავდა რაღაცებს წამების მეშვეობით. ეს მე მგონი ცუდი არის. აიტყაც მივცეთ -4 ქულა. კაი, გამოაგდეს სამსახურიდან პოლიციის და ბანდა შექმნა. -5 ქულა ეგრევე და მოხვდა ციხეში და შექმნა იქ უკვე ახალი ბანდა. ამაზე -3 ქულას მივცემთ, მაგრამ ციხეში რო შექმნა ბანდა, დიდი არაფერი და რა თქმა უნდა წავა ჯოჯოხეთში. კარგით მეგობრებო, მოდი ახლა ნახოთ შემდეგი ვინ გვეყოლება და ეს ვინა? კაი, ვიღაც რეპერს გავს. კაი, თვლიდა ღმერთის მეგობრად თანამშრომლად თუ რაღაც ეგეთი. ნუ ამაში ცუდი რა არის? რა მიცი არც კი იცი. მოდი მივცეთ. კაი, მოდი მივცეთ. ძალიან რელიგიური ადამიანი იყო ალბათ, მოდი 5-ს მივცეთ რა. კაი, უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი და ქვეყანა გაეკეთებინა ძალიან კაი. ამისთვისაც მივცემთ რა თქმა უნდა 5 წელს, რატომაც არა. კაი, მუშაობდა კოკა-კოლის ცენტრში რომ დახმარებოდა დედას. რა თქმა უნდა ამაზეც მივცემთ პლუს მოდი 10 პარემ და წადი სამოთხეში იმსახურებს რო იყოს და აქ რაღაცას მივჩვენებს რომ გამოვიყენო და ეს რა არის? უნდა გავხსნა რაღაცები. და კარგით მეგობრებო, მოდი გავაგრძელოთ. კაი, ეს რა არის? ეხა აქედან ერთ-ერთი წავა ჯოჯოხეთში და ერთ-ერთი სამოთხეში და მეცა როგორ უნდა გავიგო როგორ იქცეოდნენ. კაი, და კაი, მოდი ვნახოთ ჯერ ვინები ყავს. ჯერი და ვიღაც კაცი. ჯერი ვიცი, ეს კაცი ვინა? მოდი მაშინ ჯერი გავუშვათ სამოთხეში. კაი, ხედავ ვიღაც კაცს და ქალს. რა ვქნა. მოდი ესე ვიზოთ და ნარუტო და ვიღაცა კაცი. მოდი ანიმე არც ისე მიყვარს. ვერც ვერ ყოი, კარგად, ამიტომაც გავუშვათ ის სამოთხეში. აი, აბა ვნახოთ ეხლა რა მოგვივა და ეს რა არის? არ გვინდა ეს ნარუტო რო გადაწყვეტოთ სად წავიდესო. არ გვინდა და ყავს შრეკი. მოდი ვნახოთ როგორ იქცეოდა. ყვილებს იხიხავდა წერებით. ნუ ამაში ცუდი რა არის? მოდი 1 ქულას მიცემ. სულიჯი და სახში, რადგან თვლიდა რომ ყველასთვის იყო საშინელი და ცუდი. აი მასე რა მიცე. კაი, მოდი -1 მიცემ და მტრებს აკვე და სახეზე. აი ამაში რა უნდა მიცე? ან თან მტერია, თან ცუდია, ანუ +2 მიმეცა. აი სამოთხეში გავუშვათ უბრალოდ რა. შრეკი სამოთხეშია. კაი, დავბრუნდეთ ეხა და გავაგრძელოთ. გადაწყვეტა თუ სად წავლენ ხალხი. კაი, ეს კაი, უბრალოდ ვნახოთ რა როგორ იქცეოდა.
არ უყვარდა მაღლები. რატო? თვითონ დაბალი იყო თუ რა, კაი, უბრალოდ ადამიანი რომ მაღალი იყო და მაგის გამო არ გიყვარდეს, მიცემ -2 წელს, მოდი. უყვარდა თავისი მტრების წამება. ცუდია, თან უყვარდაო -5. მოსწონდა თავისი ანარეკლის სარკეში. ამაში ცუდი რა არის, მოდი +2 მივცემ და რა თქმა უნდა წავა ჯოჯოხეთში. კარგით მეგობრებო, ეს კიდევ რაღაც ახალი ლეველია თუ რაღაცა და კაი, 2 უნდა გავუშვა 64-ში და 2 ჯოჯოხეთში. კაი. პირველი მაიკლ ჯექსონი უნდა გადავწყვიტოთ სად წავა, სად გავუშვათ. მოდი 64-ში წავიდეთ ეს. ის ვინა არ ვიცი და გავუშვათ ჯოჯოხეთში. მოიცა. ეს უკვე დაპროგრამებულია ვინსაც წავა. კარგით მეგობრებო, გავაგრძელოთ და ვნახოთ ეხლა ეს ვიცი ჯოკერი და ვიღაცა, მაგრამ არ ვიცი ზუსტად ვინ არის. რა ქვია რა არ ვიცი. კაი. შეუყვარდა თავისი პაციენტი. ამაში ცუდი რა არის. არ ვიცი, მოდი +2 მივცეთ. არაჯანმრთელი ურთიერთობა ჰქონდათ. მოდი -3 მივცემ ამაზე. და ჰაეროვანით ან ვარჯიშით იყო დაკავებულიო. ამაში ცუდი რა არის, მოდი +1 მივცეთ და მიდის 64-ში. აი ძალიან ვინმე მაგარი მინდა პერსონაჟი რომ ამოგვივიდეს, ეს ეგრევე არ გვინდა და ვინ ამოგდის, მოიცა. ვიღაც ვერ დავინახე ვინ იყო. კაი, როგორი იყო ცხოვრებაში? ესე იგი მოდა შემოიტანა წვრილი წარბები, ამაში ცუდი რა არის, უბრალოდ ახალი მოდა შექმნა. აკრძალულ ურთიერთობებში იყო. ამაზე -2 მიცეთ, მოდი, მოიცა. ხორია, ხო, 2. და ფართიებზე მიდიოდა ხოლმე ღამღამობით ჩუმჩუმად. კაი, მოდი ამაზე -1 მიცემთ. ერთობოდა და მიდის ჯოჯოხეთში. კაი, და აქაც უნდა გავხსნათ ეს 2, კაი, აქ ჰარი პოტერი და პოლიციელი ყავს. კაი, ეს 600 ყვა აქ რაღაცა და მოდი გავხსნათ ესენით და დაიმატნო. კაი, გავაგრძელოთ ჩვენ და ვნახოთ ეხა უნდა შევუერთო სხეულების სულებს. კაი, ბეტმენი შევერთეთ, სპაიდერმენი შევერთეთ და წავიდნენ. კაი, ახლა ვიღაც უბრალოდ ქალი ყავს, თუ ვინმე ცნობილი ადამიანი არის, არ ვიცი. კაი, წიგნებს არასდროს არ აბრუნებდა, ეს რა თქმა უნდა ცუდია. ფაქტიურად ქუდობა გამოდის. აკვე და როცა ახლოს არავინ არ იყო. ამაზე +1 შეგვიძლია მივცეთ, რადგან ხალხთან არ აკუებდა და კუილი კიდე ბუნებრივი რამა რა ვქნათ ახლა. კაი, რესტორნებში აზიურ კერძებს ჭამდა ჩანგლით და არა ჯოხებით. ამაში ცუდი რა არის, მეც თუ ჭამ ხოლმე რამე ეგეც ჩანგლით ჭამ, რადგან ჯოხებს ვერ ვიყენებ და +2 მივცეთ და წადი 64-ში. კაი, გავაგრძელოთ და ეს რიკი და მორტიდან არის პროსტა ვინ არის, არ ვიცი. კაი, სულ აბლოყინებდა. რა ვქნა ეხა? კაი, მოდი -1 მივცემ ამისთვის. კაი, ცუდ მაგალითს აძლევდა შვილიშვილს. -3. გახდა კიტრი, რომ გაიქცეს ოჯახურ პრობლემებს რომ გაიქცა, ეს ცუდია, მაგრამ კიტრად გადაიქცა. კაი, მოდი -2 მიცეთ რა ამაზე და წადი ჯოჯოხეთში. არ ვიცი თვითონ მულტფილმში როგორი იყო, მაგრამ აქ როგორც ნახეთ ცუდად იქცეოდა რა. კაი, ბელი ეილიშის გვთავაზობენ რომ გადავწყვიტოთ სად წავა, მაგრამ არ გვინდა, მოდი. კაი, ეს რა არის? კიდევ რაღაც ხან არის რაღაცა, კაი. ესე იგი, რას ამბობს? მე მქვია დიუკი ამსტრონგი. მე ვარ დირექტორი სტარტაპ. მოკლედ რაღაცა კომპანიის დირექტორია და როგორც ხედავთ, იტყუება. კაი, ხო უბრალოდ არ მუშაობო. მე დავინახე ადამიანი, კაცი როგორ პარავდა მოხუც ჩანთას და როგორც ხედავთ, სიმართლეა
და დავაჭეროთ, რომ სიმართლეა. მე ჩავერთე და შევეცადე, რომ დამეჭირა ქურდი და როგორც ხედავთ, იტყუება. რატო იტყვები? კაი. მე გავიჩინე სიმამაცე და კარგად ცემე ქურდიო და როგორც ხედავთ, უფრო ტყუილია ვიდრე სიმართლე. ამიტომაც დავაჭეროთ და მართლები ვართ. ხო, კაი, შემეშინდა, მაგრამ ვერ მომასწარი წაკითხვა. მე ვიჭერდი ქურდს, სანამ არ მოვიდა პოლიცია. ეს უფრო სიმართლისკენაა გადაწეული და მოდი დავაჭეროთ, რომ მართალია. მე დავაბრუნე ჩანთა ბებიას და არაფერი არ ამიღია. ტყუილია ვხედავთ. კაი, ხო, $20 ავიღეო. რა ვქნათ ახლა? ქურდი დაიჭირა, მაგრამ ჩანთიდან $20 აიღო. სად გავუშვათ? ჯოჯოხეთში თუ 64-ში? მოდი ჯოჯოხეთში გავუშვათ მაინც. სპაიდერმენი უნდა შევაფასოთ მეგობრებო ახლა. კაი, გახდა სუპერ გმირი, რომ ფული ეშოვა. მარტო ფული შოვნის გამო, მოდი -1 მიცემთ. კაი, გარდაიცვალა ცოლი სისხლის რადიაციის გამო. ანუ ადამიანობობას ჰქონდა თუ ამას, მაგრამ როგორც ხედავთ, წუხს და ტირის და რა მიცემ, H+1 მიცემ რა. უყვარდა კოცნაობა ამოტრიალებული. ანუ ამაზე რა დავწერო? H+1 მიცემ და წავედი 64-ში. კაი, ჩვენ უკვე 700 გვაქვს, ეს ფულს დავარქმევ, მოდი ფული და შეგვიძლია 64-ის რაღაცებიც გავხსნათ, რომ ხალხი დაემატოს აქ. და გავაგრძელო თუ სად წავლენ ხალხი 64-ში თუ ჯოჯოხეთში. კაი, ისე ვიღაც ქალი ყოველ წამს ასპოილერებდა ხალხს. სპოილერი მე მაგრა არ მიყვარს, როგორც ყველას, ალბათ და -2 მიცემთ ამის გამო. ყოველ დღე ცდილობდა, რომ დამჯდარიყო დიეტაზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ნაყინს ჭამს ბოსტნეულის მაგივრად. ამაზე მოდი -2 მიცემ. ტოვებდა ტელეფონის ნომრებს მეგობრების ტუალეტში, სადაც ბევრი ხალხი დადის, შეხედეთ. ამაზეც -2 მიცემთ, მოდი და ჯოჯოხეთში მიდის ეს გოგონა. კარგით მეგობრებო, მოდი ამაზე დაგემშვიდობებით, უკვე ბევრი ხალხის გადავწყვეტეთ თუ სად მიდიოდა ჯოჯოხეთში თუ 64-ში. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და შეიძლება მეორე ნაწილიც გამოვშვა. ახლა კი ნახვამდის.